one. ქუჩაში გამოვედით, რათა გავარკვიოთ, რაც ფიქრობენ ადამიანები ბუნების დაცვაზე. ბუნება ჩვენი საერთო სახლია და ჩვენი მოვალეობაა მისი დაცვა. ამიტომ გადავწყვიტეთ. ხალხს ვკითხოთ, რაც ფიქრობენ ამ თემაზე. ჩვენ დასავლეთ საქართველოს სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეები. ბუნების მეგობრობის წამყვანი. დღეს ჩვენ გადავწყვეტთ ხალხს გამოვიდეთ და გავიგოთ თუ რას ფიქრობენ ბუნების მიმართ. თქვენი აზრით რა აზიანებს თბილისში გარემოს? ჩემი აზრით თბილისში გარემოს გამონაბოლქვი აზიანებს ამანქანის და შენებულები. მადლობა. მოვიდა და ჩვენ ბუნებაზე მკითხავ. როგორ ფიქრობ, ბუნების დაცვის თემა გლობალური პრობლემაა? სამწუხაროდ ეს არის გლობალური პრობლემა და ასე ამის გამო გარემო ზიანდება და მადლობა. რასაც ადამიანებს, რომელიც არ ვრცელებიან გარემოს? ადამიანებს რომ მოუწევენ გარემოს არ დააფინებიან და არ დააფინწურენ, რადგან ჩვენთვის საფრთხე შემცველია და გაუქმებენ გარემოს. მოგესალმებით, თუ შეიძლება ერთი კითხვა რო დაგიხსნათ. როგორ ფიქრობთ, გარემოს დაფინძურება უნდა ისჭებოდეს თუ არა მკაცრად? დიახ, იმიტომ რომ გარემო უნდა დავაფინძუროთ და ხეებს მოჭრის ან ძაღლს უნდა დაისაჯოს ძალიან მკაცრად. რასაც ეთებ ბუნების დასაცავად. როგორც მოისმინეთ, საზოგადოების აზრია, რომ ბუნების დაცვა ყველა სვალია. თუმცა ადამიანები ამას ნაკლებად ასრულებენ. იმედია, ამ რუბრიკით ჩვენი წვლილი შევიტანეთ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაში. მეგობრებო, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს, გაუფრთხილდეთ ბუნებას. ნახვამდის.